წავიდეთ ვокზალზე, რაღაც თვლები და რაღაცები მინდა და არ მინდა მე რომ ვინერვიულო ხოლმე წებოზე და ამიტომ არაქში მინდა რომ მქონდეს და კიდევ უნდა დავამატო. ასე რომ არაქში ერთი სიტყვით გვერდი ახლო მომავალში უნდა დავბუსტო, იმიტომ რომ გამომწერები არ მემატება, რეკლამა ჭირდება როგორც იცით ბიზნეს გვერდებს, ასეთ გვერდებს. ხო და ჩემს დეიდას შვილს უნდა ვთხოვო იქნება რამენაირად მოახერხოს და მოაღწიოს და გამიკეთოს. ხო, რაც შეეხება ამ ტურსაცხს, დედაჩემს საოცრად უხდებოდა, აი დავირიე რომ ვნახე და მე ვგავარ ცირკის ძაღლს, მაგრამ ახლა მეჩქარება, იმიტომ რომ მარშრუტკა მოდის უკვე და მეტროს მესარება წასვლა და ფიზიკურად ვეღარ დავიწყებ ხამების ბურჟიალს და მოკლედ წავიდეთ ვაგზალზე. ასევე მე მაქვს ის ტურსაცხი, რომელიც ჩემს ძალმა მაჩუქა და ძალიან მომწონს, იქნება ამდაგვარი ფერი ვიშოვო, თუ ასეც ვერ ვიშოვო, იმიტომ რომ საქართველოში არ არის ნაყიდი და როგორც ვიცი აქ არ არის, თორე ბევრი საზოგადოებრივ რაც არის აქაც იყიდება, მაგრამ ეს კონკრეტული ტურსაცხი აქ არ არის, მაგრამ მოდი გადავამოწყოთ. მაინც იქნებ რაღაც ამდაგვარი ვიყიდო. ნახოთ. ძალიან მინდა. მეეჭვება, მაგრამ ძალიან მინდა. წავედი. სიმართლე რომ გითხრათ, ხალხო მეტრო უფრო მაწყობს, აი მე და ჩავკეტო კარი, მაგრამ ძალიან მეზარება. და რადგან ვარ ზარმაცი, ამის გამო მომიწევს ხიდზე გადასვლა, იმ სიგრძე ხიდზე, რომელიც ძალიან არ მიყვარს. ანუ გარეთ არის პაპანაქება. მე უსათვალოდ ვარ გამოსულ და თვალებს ვერ ვახელ. და პლუს მაცვია უსქელესი ჟაკეტი. მაგრამ ვეღარ გავიგე რა ჩავიცვა, სიმართლე გითხრათ გოგოებო, ცოტა მაგ კუთხით ის ვარ აქვე აჭრილი. გამოჩ. ეს არის დავსავი, ავად. ერთმანეთზე რო იყო ეს რო იცოდი აი თავო დაფაროს ვედა რო ჩაი მოსკეთეთი შევსთორე. გზას წარკვეთილების ხმა ისმის ისეთი კედელზნგრების ხმებია, რომ რანერვული ყოფნის მართლა ახლა რო აქ მეიქაპს ვიკეთებ, არ ვიცი. თუმცა მივდიოდით სტუმრად შესაძლებლად. სხვა გზა უბრალოდ არის. მთელი სახლი მართლა მტრით იყო სავსე, აი ვერც კი აქ იხსნით რა მდგომარეობა იყო სახლში. და ხო ხდებით მიყრილი, მოყრილი ყველაფერი და მე ვდგავარ სარკესთან. ვიბრანჭები, რა თქმა უნდა, ზედასართულზე ჩავწვი. შვენივრად, ბედნიერად გამოვიკვანწე. თუმცა მანამდე ვყლაპე მტვერი, იმიტომ რომ ხო აქ ცოტა გადაგვეყარა და მეზარა მაღლა ამ ყველაფრის აზიდვა. რაც ძალიან მემამაზებოდა თავი და მოვწყდია ტერიტორიას. და რაღაცებს საუბრობდით. მოკლედ გადაქაცვის დღე იყო, აი ნამდვილად არანაირი მზაობა არ მქონდა საქმე წასასვლელად, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ოჯახში მივდიოდით, შესაბამისად გადავდე გვერდით საქმე, დაღლილობა, არეულობა, ყველაფერი, რაც კი არსებობს გადავდე გვერდით და მოვემზადე. თმა გადავწყვიტა 800 და ბევრად მომწონს მოთაშორის, ასე როგორც მაქვს. აქ ზუსტად არ მახსოვს ხარაზე ვარ გადაწყვეტებული რაღაცას ყვებოდი. მაგრამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი ენერგიით დამოხტული წავედი, იმიტომ რომ როცა მიდიხარ მნიშვნელოვან ადამიანებთან რაღაცნაირად ენერგია კიდევ გემატება თითქოს. ხო კიდევ ავიჩეჩოთ.
გადავიხმეტები იმდენი რამე დავისხი და წავისვი თუმცა ასე იდეალურად რა ვიცი ბოლო პერიოდში თმაროდეს ხოდა არც მახსოვს რაღაცა ძალიან მომეწონა ძალიან სწრაფად გაკეთებული თან არ ვიცი როგორ გამოვიდა ეგ ამბავი ხანახან 3 საათი ვუმძები და მაინც არ მომწონს აქ რა აიპუწა და ჩემი შველელი ლაკი გამოვიყენოთ აუცილებლად რა თქმა უნდა მშვენიერი ხო ეს ტურცე უნდა დავიტანოთ გუგლები იმისათვის რომ შემდეგ ტურცაც გავიტანე რა თქმა უნდა და ძალიან კარგია თუ ოდნავ დაიტანთ და ფერს მისცემთ თან რაღაცა დაშრობს კურსს და ერთ ფერში მოყავს ცოტა გვიან გავედით აქ ადრე იყო ცოტა გვიან გავედით თუმცა ტაქსით უცებ მივედით რატომღაც ძალიან მალე აქ ვეძებე და ვერანაირად ვერ ვიპოვე წარბის ფიქსატორი ჩოთქი არ ვიცი სად წავიღე და სად მოვისროლე მაგრამ ვერსად ვერ ვნახე და ამიტომ გადაწყვიტე თითით რა მეკეთებინა ეგ ამბავი ნუ რადგან ჩემს წარბს დიდად არ ჭირდება ეხლა 8 საათიანი ხვეწდა მუდარა ამიტომ არ მიწვალია თუმცა მინდოდა ძალიან ჩოთქი ხო ეს აყურე გავიკეთე ბეჭედით აქ ვერ გადავწყვეტე რა რომელი გამეკეთებინა საბოლოოდ მე კალიცუც არ მეკეთა მგონი არ ვიცი ბოლოს რაღაც ყველაფერი აღარ გავიკეთე ამისათვის მილიონი წელი ყურადღება არ მემიქცევია მართლა სულ გარეთ მე თუ მთელი ზამთარი და ამ წელს შემთხვევით აღმოვაჩინე აი ეს სასწაული ყვავილები გადავირიე რომ ვნახე ქოთაზეც ეთყობა რომ ფაქტობრივად არ ვაქცევდი ყურადღებას ასე ვთქვათ თავის თავს თვითონ უვლიდნენ აქ დედაჩემი და ჩემი ქალბატონი რაღაც სათვალიერებდნენ მაღლა დაარტყეს კურკები რაღაც ტერიტორიებს და წავედით ეს ხედი მომწონს ძალიან მიწოლილები ნახულებად ბედნიერად აქ რაღაც სოლო გამოსულ ქონდა ჩემს შვილს ზუსტად არ მახსოვს რას ბღეროდა ამიტანა ჩემი ქვეყნის სიყვარულო სადღაღა წამიყვანა ჩაში ჩანჩქერები ვნახე ბარში ავარდის ყანა ეს პატარა საქართველო რა ყოფილა ამისთანა ამზები ტრამდენა პიარა ოხაზეთ ამბანი ბაზია ციტები დრომ საქართველო ჩადია თუმთიანად მოდი აქ მოდი რა გინდა წაგიყვანო ამიდა ესეთი რაღაცები მაგ გვიანი გოგოა ძალიან მორიდებული ძალიან მორიდებული ეს ძალიან დაიღალა ჩემი გოგო დღეს არა გუშინ დაიღალა ძალიან და დღესაც დაღლილია ისევე როგორც მე გუშინ როგორც ნახეთ სახლი რაზგავდა ამის პირველი იყო საათი რომ მოვჩით საქმებს რაც დეტალები დაგვრჩა მაგრამ ყველაფერი დავაწყრიალეთ ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ აბსოლუტურად ყველა თებში ჭიქა თუ რა ვიცი რაც არ უნდა ყოფილიყო ხელა ხა დავხეხე და შევალაგეთ ბოლოს უკვე დედა მოხვედა და მოწმინდა იმიტომ რომ მე უკვე აღარ ვიყავი ამ ქვეყანაზე მამი დედა რო არა ალბათ არ ვიცი მე ძალიან გამიჭირდებოდა გუშინდელი დღე გამწოს რაც შეეხება გადასარევად მუშაობს რაღაც დეტალი აქვს შესაერთებელი
რაც დღეს გაკეთდება ახვალ არ ვიცი, ოფიციალურად გამოვიყენებ. ჩარტი ჩავრთეთ ვნახეთ, მაგრამ გამოვიყენებთ, არ გამომიყენებია, ჯერ ვერ გამოვიყენებ, დღეს ახვალ გააკეთებენ საბოლოოდ რაღაცა შესაერთებელი. მოდით, ხო და ძალიან მომეწონა ისე როგორც გადალაგდა სახლი. სამზარეულო შეიცვალა გაზმაადგილი და ონკანმა. ბევრად მეკომფორტულება და ბევრად ლამაზია. აუცილებლად გაჩვენებთ უბრალოდ გუშთავი აღარ მქონდა. რადგან ჩვენ ისედაც ვაპირებთ სამზარეულოს სრულად შეცვლას სამომავლოდ. ამიტომ დიდად არ გავიგიჟეთ თავი რაღაცების გამო, რომ რაღაცა არ მომწონს იქ, რაღაცა იგდევს ის, რაღაცა ავეჯი და რადგან სრულად უნდა შეიცვალოს მთელი დიზაინი მაგ სამზარეულოს, ამიტომ აღარ ზედმეტად აღარ გავიწეწეთ მოკლედ რა. ყოველ შემთხვევაში როგორც არის, ნორმალურად არის, სუფთად არის და ბევრად უკეთ ვიდრე იყო. კედლებს ზაფხულში გააკეთებს კობა, ობი გაუჩნდა როგორც ყველა მიცით ალბათ სულ ვამბობ ვიდეოებში და წავედით და მოკლედ ზაფხულში ჩვენ რო წავალთ კედლებს, მთელი სახლის კედლებს გააკეთებს. ხო და ასე მოდი სიყვარულობდეთ. მოდი. კიდე ბევრი რამე ესეთია. რაც თავარია ხალხო, ორთქლი აღარ იდგება სახლში და მეტად არ დაობდება კედლები და სუფთას შევწლებთ. ანუ ხო ცუდი ის არის, რომ მინა რომელიც სამზარეულოშია, ფანჯარა, ანუ ხო არის მეტალო და მაგ მეტალოზე იყო დამაგრებული ვითომ გამწყობი, რომელიც სხვადასხვა კარგად ძვირი ღირს და არ იყიდოთ ხალხო ფანჯარაზე დასამაგრებელი გამწოვი, რომელიც მეტალოშივე შენდება, ანუ არ იყიდოთ. იცოდეთ, რომ არანაირ ორთქლს არ გაიტანს. გამორიცხული, აი, რომ ის გაიტანოს, რაც თქვენ გინდათ. ხო და ჩაყენების დროს ეგ გამოიღეს და ანუ ახალს აყენებდნენ. ხო და მეორე მხარეს მინა გატყდა, მოკლედ გაბზარულია, თან ძალიან ემჩნევა, მაგრამ აღარც მაგას დავეცე. ეგ დამჩა გასაწმენდი, კი არა გასახეხი. არა ვიღას ქონდა თავი. თან გუშინ მაგ გრევა რო დაიწყეს კედლის და იყო ერთი ამბავი ისეთი მტვერი ჩემტვერმა ნახა ისეთი მტვერი იყო ხალხო. დედას გეფიცებით, ფიზიკოდ ვერ გავჩერდი. ჩემი ხმარი აი გალურჯებული იყო ბოლოს და ისეთი მტვერი იდგა. კედელი რო ინგრევა ხვდებით. მერე წავედით მე დედიკო და ბავშვი ჩვენს ძალიან ახლობლების ოჯახში, დედიკოს მეგობრის ოჯახში, თავად ქალბატონი ნანა საბერძნეთში ცხოვრობს და მისი ოჯახი აქ არის საქართველოში და უკეთ აი ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან. ანუ თან თავს ვიკლავდი წასვლისთვის, რომ თავდაყირა იყო, აი მართლა, ანუ ვიდეოშიც ხო ნახე და მაგრამ რო არა ნონა დეიდა ძალიან მიყვარს. ფეხს რა გამადგმევინები და ხო და რომ მოვედით 9 ხდებოდა და მე დავიწყეთ და კაგრას მკობა მითხრა რომ ახლა მოვჩი მეცო ყველაფერსო და შევესიეთ მე და დედაჩი. ასე რომ კარგად დაღლილი შობეთქვირა გამ. ხო და როგორც იქნა წარმოგიდგეთ ჩემს მიბზრიალებულ სამზარეულოს. როგორც ხედავთ ყველაფერი გახლავთ გადანაცვლებული. ყველაფერში გულისხმობ იმას, რომ აქ იდგა გაზი, ვისაც ახსოვს. ფანჯარასთან აღარ გვაქვს, როგორც ხედავთ, გაზი ულა. გადმობრძანდა აქეთ და ეს დავაყენეთ. აქეთ ეს ახალია, სხვა არის. როგორც ხედავთ, ორ ნიჟარიანი არ არის და ამოვისუნთქი აქამდე სად ვიყავი. გულზე მომეშვა. აქ დაბლა ნუ მიაქცევთ ყურადღებას ობია, რომელიც ზაფხულში გაქრება. ეს კი დედაჩემის ნაყიდი, ჩემი ახალი ოჯახის წევრი უნდა გაჩვენოთ.
მოგესალმებათ, ჩემი ახალი ოჯახის წევრი. როგორც გახსოვთ, სულ ვიცახდი, რომ ვიყიდო თქო და საბოლოოდ მიყიდა დედა. თუმცა, მე დედა ჩვენ როგორც ვამბობდით ბიუჯეტური, ასე ვთქვათ, მამამ როგორი ვერსიაც იყიდა, ისეთი არ არის, ეს სენსორზია და თავისი რეჟიმები აქვს. ხო და მიკროდაუყური ძალიან მინდოდა, ხო და ამის სრულდა. მადლობა დედას. ეს არ ვიცი დაახლოებით 140 თუ 160 თუ რაღაც ასე ღირდა, ზუსტად არ მახსოვს, ვისაც და გაინტერესდება, ზუსტად გავიგებ, თუმცა ღირებულება მისი ბევრად მეტი იყო. ფასტეკლება იყო. რადგან მე არ მივირთმევ ბერძნულ ყავას, მოდით ჩვენი ყავი თავიდეთ დედასთან. აქ ღრუბელი და რაღაცები აქ რაც დევს ესე აღარ იქნება, აქ სხვა რაღაც იქნება. თუმცა ახლა არის იდეალური, ანუ მართლა მოვისუნთქე გოგოებო, რაც გაზი იქით გადავიდა და ეს აქეთ და თქვენ უნდა ნახოთ რამხელა სივრცე გამომიჩნდა სახლში. ხო, რაც შეეხება კარადებს, ავიტანეთ როგორც ხედავთ, ბოლომდე, კედლამდე ეს რა თქმა უნდა გადაიჩიჩქნა მთელი კედლები. და მთელი მტვერი როგორც ხედავთ ფარდაზეა, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველება მივხედავ ხვალ ჯერ დაწმენდილის ბოლომდე არ მაქვს. ხო, მისი უდიდებულესობა უნდა გაგაცნოთ ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრი ტექნიკებში, ჩვენი გამწოვი, რომელიც არის აი აქ ჩაშენებული და როგორც ხედავთ არაფერიც არ ჩანს. ამის აწევა იმიტომ მოგვიწია გოგოებო, რომ ჩამოდოთ ხო დაბლა იყო დაკიდებული და გამწოვი იყო ფაქტობრივად მე რო ვნახეთ აი აქ და ანუ ფაქტობრივად ქვაბში თუხთუხებდა გამწოვი. შესაბამისად ბევრად უკეთესია რა თქმა უნდა რომ ავიდა. ხო, ეს კედლები არ შემიძლია. ხოლო ეს ფარდები ჩამუყაროთ, დავრეცხოთ, იმიტომ რომ აი აქ თითისადაც მაქვს, ანუ ფარდის გვერდით გაიხრუტა ესეთი საკმაოდ დიდი კედელი, გარე კედელი და მთელი მტვერი მიბრძანდა იქ, სადაც არ უნდა მიბრძანებულიყო. აქ ისევ ასია ყველაფერი, ანუ აქ არაფერი არ შემიცვლია, ნუ გარდა იმისა, რომ ყველაფერი დახეხილია, შეცვლით ისევ ისეა ყველაფერი. ხო, აქ მცირე რაღაცები შეიცვალა, მაგრამ აზრი იგივეა, ნუ არაფერი. აი ამას გულისხმობდი გოგოებო, ეს ახლა სულ სხვანაირად უნდა გაკეთდეს, აი ეს ადგილები რაღაცებია დასამაგრებელი და შიგნით შეგვიძლია რაღაცები შევდოთ. ეს როგორც ხედავთ არის გასაწმენდი. ამას ჯერ არ ვეხები, იმიტომ რომ აქ რაღაცა სამუშაოები აქვს და ისევ ისეთი მტვერი დადგება. ამიტომ ამას ჯერ არ ვეხები და შესაბამისად ვერც გამწოვს ვთავთ დღეს. ასე რომ დამიჯერეთ მართლა მოსალოცად მაქვს საქმე. ხალხო თურმე ორ განყოფილანები ყოფილა კატასტროფა, აი რო ჩაყრე ჭურჭელს და გეზარება მე რომ მოალაგო დაახლოებით ეგ ამბავია და იცას რაღაც მიზღრიალებული ჩანდა ყველაფერი და ახლა უცებ აი აქ დავაკუსკუსებ, მე რო უცებ ჰოპ შევწმიდავ და ბევრად კომფორტულია. ამის ხათრით მგონი გუშინ სამჯერ დავარეცხი ჭურჭელი და რეცხილიც კი გავერთე. მაგრამ გადავწყდი. ნახეთ როგორ ძალიან ლამაზი თაიგულია, ულამაზი სფერები, ხასხასა რაღაც არაჩვეულებრივი. ეს სანათი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს საძინებელში იყო და დედამ გამოიტანა საძინებლიდან და ბევრად მოუწონს, სადაც არის ეს თქვენი მონამორჩილი ქალბატონი გვანცა. ეს შუაში პატარა თეთრი მოსასხამით, ღია ვარდისფერი უბრალოდ ფეხზე რო დგას მე ვარ. გერ მე გახლავართ ჩემი ძმა და ჩემი უსაყვარლესი, რომელიც გარდაგვეცვალა მეგობარი. ეს მე ვარ, ეს კი ჩემი ერთ-ერთი ნომინაციის. ხო და მოკლედ როგორც იქნა ეს დღე დასრულდა და დავიდიოთ. აქ უკვე მივჭოდით როგორც გითხარით გამოგვანწყულები, ვის გჯერათ რომ მე ძაღლი ხერში მიჭირავს. არც მე ეს კი ხელოვნურ ინტელექტმა ჩამაცვა ხარი მეტგალაზე რა ჩამაცმევდით ქონდა მსგავსი კატასტროფა ცხოვრებაში არ მინახავს ასახე რა იქნა და კოსტუმი. ასევე ვკითხეთ მის ფერი და რამდენიმე ფერი გამომიგზავნა და ერთ-ერთი არის ეს, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მომიხდა და მეც ძალიან მომწონს. თუმცა გონზე არ ვარ ასეთი ფერი როგორ უნდა დავისვა. არ ვიცი, ნამდვილად.
მაგრამ ფიქრობ, რომ ჩემს სახეს ძალიან მოუხდა და არ ვიცი, ნახოთ. იქნებ ვიფიქრო კიდეც. თქვენ რა სიტყვით გოგოებო? ფიქრობ, ცუდი არ არის. ბაი.